დღევანდელამდე საუბრობდით ამ მთელ პროცესზე და მე ვაფრთხილებდი საზოგადოებასაც, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსაც რა მდგომარეობა შეიძლება ჩამოყალიბდეს და ზუსტად ეგ მდგომარეობა ჩამოყალიბდა სამწუხაროდ. როდესაც ვამბობდი ღიად, რომ საერთაშორისო დღევანდელი მდგომარეობა, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი და ქვეყანა არათუ განსაზღვრავს თავის გეოპოლიტიკურ ვითარებას, არამედ გეოპოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს ქვეყნის მდგომარეობას. დღეს უკრაინაში არსებული და მაგის შედეგად რუსეთის სამეზობლოში, რომლის ნაწილი ჩვენ ვართ და ამას ვერ გავექცევით, არსებული ვითარება რჩება ძალიან რთული. ამ პროცესების პარალელურად ნებისმიერი რადიკალიზაცია და მკვეთრი ნაბიჯები, მკვეთრი ცვლილებები სარისკო არის, განსაკუთრებით მე ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ვთქვი ამ ეთერში და ვიმეორებ, როდესაც ამის ორგანიზების პროცესში არის ჩართული რაიმე ფორმით, ან ეს უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ღიად რუსეთის მიერ გამოცხადებულია მტრად. და შესაბამისად, როდესაც ეს ორი ფაქტორი ქმნის საფრთხეებს ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილი ახერხებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სისტემისთვის ამის ისე შეფუთვას, რომ მისი ნაბიჯები ემსახურება ქვეყანაში სტაბილურობას და კეთილდღეობას. ამის შედეგად მე ასევე გავაფრთხილებდი, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ გამოიყენებს ამას შემდგომი რეპრესიების და ჩრდილოეთ კორეიზაციისთვის ჩვენი ქვეყნის და ზუსტად მაგ მიმართულებით მისი პრემიერ-მინისტრი აპირებს, რა თქმა უნდა, ქმედებებს, შესაბამისად სინერგია რაც შექმნეს ამ ნაბიჯებში, ზუსტად მაგას საბოლოო ჯამში მაგას ემსახურება. მე მაქვს კონკრეტული კითხვა, ჯერ ერთი რომ ეს არ შეესაბამებოდა იმ მიდგომას, გარდა ამისა ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი ტიპის ქმედებები საერთოდ ჩვენ საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი გარკვეული გეგმის, მაგრამ ამ გეგმის შინაარსი, რომელიც იყო გაჯგერებული, არანაირად არ იყო თანხმედრაში იმასთან, რასაც ელოდება საზოგადოება მერაბ და საზოგადოება დღესაც ელოდება გეგმას, ოღონდ რის გეგმას? ბიძინა ივანიშვილის სისტემის შეცვლისთვის აუცილებელია გეოპოლიტიკური ფაქტორები, როდესაც მზად იქნება და ამისთვის, მაგალითად, ძალიან კარგი ნიადაგი იქნება, ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ტომოჰავკების მიმართულებით თითქმის გადაწყვეტილება აქვს მიღებული. სხვა საკითხი არის და საერთოდ ეს პროცესები აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ შიდა პოლიტიკურ ველზე სისტემას ქვეყანაში უნდა კონდეს მკაფიო გამოსავალი და არჩევანი, მათ შორის უნდა დაინახოს სისტემამ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა. სანამ არ იქნება მკაფიო ალტერნატივა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელისუფლება, ჩვენი გეგმა, მერაბ, უნდა იყოს ასეთი ალტერნატივის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მაღალპროფესიონალური, პოლიტიკური, ვისაც ექნება შესაძლებლობა გაიაზროს საგარეო პოლიტიკური პროცესები და შიდა პოლიტიკური პროცესები და მზად იქნება ქვეყნის ეფექტური მართვისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ არ შექმნას დამატებითი რისკები. როდესაც სისტემისთვის ნათელი გახდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ პრობლემა, რომელიც არის სანქცირებული, რომელიც არის საგარეო წნეხის ქვეშ და იზოლაციისკენ მიყავს ქვეყანა, საგარეო ფაქტორები ხელს უწყობს ცვლილებებს და არის მზად ოპოზიციურ ველზე პასუხისმგებლიანი სუფთა, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ქვეყანას საგარეო ველზე ალტერნატივა, სისტემა, აი რასაც ვიღაცები რომ ამბობდნენ, რომ ჩვენ მხარეს გადმოვა სისტემა ლოგიკურ არჩევანს გააკეთებს, მაგრამ სანამ ეს ალტერნატივა არ არის და სანამ აქეთ ამ მხრიდან გარკვეული გაურკვეველი ადამიანები, ანუ გულისხმობ იმას, რომ ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში, ან რანაირად მოდიოდა, ან კი ბატონო, ეს ამას საერთაშორისო რა შედეგები ექნებოდა საქართველოსთვის ესეთი ქმედებებს. ესეთ ასე ვთქვათ, მათ შორის ევროკავშირმა ღიად დაგმო ძალადობა ორივე მხრიდან. ჩვენ ხო უნდა გავითვალისწინოთ მათ შორის ჩვენი მოკავშირეების პოზიცია ევროკავშირის, რომ ევროკავშირი ძალადობის და ნებისმიერი ძალადობისკენ მიმართული თუნდაც არაპირდაპირი ნაბიჯების მომხრე არ არის. სწორედ ამიტომ პასუხი თქვენ კითხვაზე უნდა იყოს ის, რომ დღეს რა თქმა უნდა ივანიშვილი ამას იყენებს. ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩვენივე ყველასი შეცდომები და აღარ დავუშვათ არაპასუხისმგებლიანი პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ მთელი არსი რა იყო გეგმა, რომელიც არავინ იცოდა, რომელიც საზოგადოება იქ პროტესტის და უკმაყოფილების დონე ისეთი იყო საზოგადოებაში, რომ მივიდა იმ პროტესტზე და ძალიან ბევრი ადამიანი იყო, შენც ძალიან კარგად იცი, მაგრამ
საზოგადოებას არ ქონდა სრული წარმოდგენა პოლიტიკურ პროცესებზე. სწორედ ამიტომ დრო არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის. პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ ვითარებას. და ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში საპარლამენტო არჩევნები არის 3 წელიწადში. თუ ჩვენ ვერ მივახციეთ რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ეს არის ფაქტი, კონსტიტუციური. გარდა ამისა, კონსტიტუციურივე ფაქტი არის, რომ შეუძლია რიგ გარეშე არჩევნების დანიშვნა და მთავარი კითხვა არის, რამდენად ჩვენ ვართ მზად რიგ გარეშე არჩევნებისთვის და რამდენად მზად ვართ აქ ამ სიტუაციაში თუ ისე ოცნება ჩაატარებს ამ არჩევნებს და ბიძინა თავისი პირობებით ეხლა ჩაეტარდება თუ 2028-ში რა განსხვავება იქნება 2028-ში თუ ისე ჩატარდა როგორც 2024-ში ჩატარდა ხო? ჩამოვაყალიბებ 2024 წელს ჩატარებულმა არჩევნებმა საბოლოო ჯამში ვერ მოახერხეს ოპოზიციურ ველზე ისეთი უპირატესობით გამარჯვება, რომელიც ნებისმიერ გაყალბებას უშინაარსოს გახდიდა მაინც. იმიტომ რომ გაყალბების მარჟა არსებობს. ეს ეგრევე ვფიქრობდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ არსებობს ეს მარჟა ოცნებისთვის. რამდენიც სჭირდება იმდენს აღწევს. და ეს ერთი წუთით. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გავიაზროთ რა. ამ 4 კოალიციამ დაგვიდასტურა, რომ მათ არ შესწევთ ძალა აგერ ერთ-ერთი წარმომადგენელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომელზე ვსაუბრობ ეს. ერთმანეთში ჩვენ ვნახეთ რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ვერ შეძლეს კოორდინირებული მუშაობა. შესაბამისად მე მაქვს ლეგიტიმური კითხვა. რანაირად აპირებდნენ კოალიციურ მთავრობაში ყოფნას? თუ კოალიციურ მთავრობაში იდეალურად შეძლებდნენ კოორდინაციას, რატო ეს ვერ შეძლეს ესე იგი არჩევნების შემდგომაც იძულებული იქნებოდა. მე ჩემ შეფასებებს ვთქვი პირად. სერიოზული განსხვავება აქვს ოდიში მაგრამ. არა, მე ვფიქრობ რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსებისთვის აუცილებელი იყო კოორდინაცია და ყველამ იქ და სხვადასხვა დოზით მე ხლა ვაფასებ ცალკეულ კოალიციებს დაგვანახა რომ აი ამ ფორმატს არ შესწევდა ძალა რეალურად ქვეყნის პასუხისმგებლიანი მართვის, იმიტომ რომ ოპოზიციური პროცესი ვერ მართეს პასუხისმგებლიანად. ახლა მოვედით ჩემი შეფასება მოვედით იქამდე რომ ჩვენ ნახეთ გაყოფილი ეს ოპოზიციური ფლანგი და მე ვიტყვი რომ ორივე ოპოზიციური ფლანგის და ყველაზე მეტი თანმიმდევრულობა ქონდა კოალიცია ცვლილებებისთვის, ამას ღიად ვამბობ, მაგრამ ორივე ოპოზიციური ფლანგის მიდგომა ჩემი აზრით სრულიად არასწორი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, არა ეფექტური. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმას გულისხმობ რომ ხაზარაძის ესე იგი და გახარიას მიდგომა რომელიც ჩვენ ნახეთ კატასტროფული შედეგები დამთავრდა. აქეთა ფლანგზე ნაციონალური მოძრაობის ამ პროცესში ჩართვა ნაწილობრივ მაინც ჩვენ რაც დავინახეთ, ხო, შედეგი ხო გასაგებია, სად მივედით და მე ნაციონალური მოძრაობის როლზე უკვე ვისაუბრე. კოალიციას ცვლილებებისთვის კიდევ ერთხელ ყველაზე თანმიმდევრული აღმოჩნდა, რომლის ლიდერები ციხეში არიან დღეს პრინციპულად, იმიტომ რომ უარი თქვეს იმ ესე იგი არარსებულ და არარეალურ კომისიაში ყოფნაზე და თან არარსებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თვითონ ამ ფორმატმა არსებობს, აი 2024 წლის არჩევნების ფორმატმა და მე ვიტყოდი საერთოდ 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულმა პოსტნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა ამ ველმა თავი ამოწურა. ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი ველი და ყველა მაგას ამბობს გვჭირდება, მაგრამ არ არის. აქეთკენ წავალთ ნაბიჯებით, მაგრამ ჯერ იყო სიტყვა მე რა. ყველა ამბობს გვინდა და ჯერ იყო სიტყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მსჯელობა იმაზე რა გვინდა, მიგვიყვანს იქამდე რაც გვინდა. ბოლო თვეები ჩვენ დავხარჯეთ იმაზე 4 ოქტომბერზე საუბარზე. მთელი მედიაველი, ყველა არხი იყო შევსებული სწორედ ამ 4 ოქტომბრის საუბრით. დღეს ჩვენ გვჭირდება საუბარი რეალურ გამოსავალზე. რეალური გამოსავალი არის გეოპოლიტიკური სწორი მომენტისთვის კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება უკვე, რომელსაც ექნება ისეთი მკაფიო და მკვეთრი მხარდაჭერა საზოგადოების და ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა ფართო პროცესი. არ არის ყველა ჩამოყალიბებს მხარდაჭერის მოპოვება ამერე პრობლემა. მე ვიტყვი პირიქით, რომ მხარდაჭერა რეალურად ნებისმიერ სერიოზულ პოლიტიკურ ახალ გაერთიანებას ექნება, რომელშიც ადამიანებს ექნებათ რწმენა, რომ ამ ადამიანებს შესწევთ ძალა მართონ ქვეყანა. მე როდესაც ვეკითხები პროტესტის ყველა მონაწილეს სხვადასხვა ფორმით, დღეს ამაზე პასუხი თუ ბიძინა ივანიშვილის მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი საქართველოში უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე, ასეთი პასუხი არ არის. როდესაც ეს პასუხი იქნება და როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება მზად იქნება, მომწიფებულია უკვე საზოგადოებაში ეს ცვლილებები და ცვლილებები ბუნებრივად მოხდება. კი ბატონო, მე უნდა გავცე პასუხი აუცილებლად იმას, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც შენ კოალიციურ მთავრობას კრავ და იქ გაქვს საკითხები გადასაწყვეტი, როგორ უნდა მართო ქვეყანა
იქ რაღაცა საკითხზე რომ ვერც შეთანხმდე, ეს არ არის პრინციპული, იმიტომ რომ შენ ოპონენტი არ ყავს, რომელიც შენ ნაბიჯებს, ასე ვთქვათ, რაღაცა სხვა მიმართულებით გამოიყენებს. შენ შეიძლება რაღაცა ნაბიჯი გადადგას, შეიძლება არ გადადგას, შეიძლება რაღაც ნაწილში დათმობა გააკეთოს ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მეორეში მეორე, მესამეში მესამემ და ამის შედეგად რაღაცა შეთანხმებული პოლიტიკა გაატარა, მაგრამ როდესაც არჩევნების პროტესტზე მიდგება საქმე, როდესაც შენ გაგიყალბეს არჩევნები, წაგართვეს გამარჯვება და მთავრობის ჩამოყალიბების ნაცვლად გიწევს ფიქრი იმაზე, რომ პროტესტი როგორ უნდა მართო, აი აქ უკვე აი ეს ვერ შეთანხმება უკვე ცვლის ვითარებას, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს უკვე შეუძლია თავისი ნაბიჯების გადადგმა ამ შემთხვევაში. ჩვენ ვნახეთ, რომ გახარიამ ტორპედირება მოახდინა თავიდანვე ნებისმიერი კოორდინირებული პოლიტიკური ასე ვთქვათ ნაბიჯების. შემდეგ ვნახეთ, როგორ მოხდა, რომ ლელომ, ესე იგი, პრაქტიკულად გახარიას გზა აირჩია და შემდგომ ესე იგი ლელომ გადაწყვიტა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გადაწყვიტა გაცილებით ადრე ვიდრე ეს განაცხადა და არავითარი კონსულტაციები არ ჩაუტარებია სანამ ამას გააკეთებდა სხვა პარტიებთან ტელევიზიით განაცხადა რომ ხსნით დებატებს ამ საკითხზე ასე არ ხდება პოლიტიკა. ბატონ თეიმურას მაგაზე მინდა გიპასუხოთ. პირადად თქვენ არა, აი პოლიტიკურ ამ ველს პრაქტიკულად რომ ნახეთ, როდესაც თქვენ ამბობთ რომ უკვე ხელისუფლება მოპოვებულ ვითარებაში იძულებული იქნებოდნენ პოლიტიკური პარტიები ეთანამშრომლოთ, მაგრამ როცა გამარჯვება ვერ მოიპოვეს სხვადასხვა მიზეზით გაყალბებული არჩევნების შედეგად, ეს ვერ მოხერხდა, მე მაქვს ამაზე როგორც სახელმწიფო მართვის სპეციალისტი ცოტა სხვა პასუხი. თქვენცადმე არა. პირადად. ერთ რამეს გეტყვით, მე ვახსენე რომ მექანიზმი სხვანაირად მუშაობს ამ შემთხვევაში. ანუ ეგ პოლიტიკური მართვის თქვენ პოლიტიკური მართვის სპეციალისტი ხართ, მე ვარ ისტორიკოსი, ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალისტი და უამრავი ასე მსგავსი სიტუაცია, ასე ვთქვათ და მსგავსი ანალოგი ვიცი ისტორიიდან, როგორ მუშაობს ასეთ სიტუაციაში და როგორ ხდება. ანუ კოორდინირებას რა უშლის ხელს, როდის და დამერწმუნეთ კოალიციური მთავრობის მუშაობა გაცილებით მარტივია, ვიდრე კოალიციური ოპოზიციის. თქვენი პოზიცია გავიგე, ჩამოყალიბეთ ჩემ პოზიციას. ყველაზე კარგი მაგალითი არის მაგალითად მუსოლინის მიმართ რაც მოხდა, როდესაც აი ასეთ სიტუაცია არა. ჩვენ სიტუაციაში ვნახოთ კონკრეტულად. ნახეთ, არსებობს ქართული ოცნება, რომელიც ჩემი აზრით გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემა არის, ვიდრე რუსეთი. და თუ ოპოზიციურ ამ 4 კოალიციას არ შეუძლია ისე კოორდინაცია თუნდაც ქართული ოცნების აი ამ წინააღმდეგ პოლიტიკაში ჩართვა, მათ შორის გაყალბებული არჩევნების შედეგად, მე ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო პოზიციაზე ვფიქრობ და არა პოლიტიკურ პროცესზე, რამდენად ეფექტურად შეძლებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას ისე კოორდინაციას, მათ შორის თქვენ ახსენეთ ახლა გახარიას ტორპედირება, ლელოს სხვა პოზიციები, კი ბატონო. რომ შეიძლება ხელისუფლება შეხვდება სხვა ვითარება იქნებოდა. მაგრამ იქ რაღაცა ის დაკმაყოფილებული იქნებოდა, რაღაცა მე არ მაქვს გარანტია იმისა, რომ ზუსტად ეს პროცესი რომ სხვა მხარეებმა ვერ იპოვეს შეთანხმების ფორმულა, ვერ იქნებოდა იმ ვითარებაში, როდესაც ამ კოალიციებზე არის პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის. როგორ უნდა გვემოქმედა იყოს, არის სრულიად განსხვავებული ოპოზიციაში ყოფნისას და სრულიად განსხვავებული, როდესაც ხელისუფლებაში ხარ. ეს არის, რა ვიცი, ანბანია ამ შემთხვევაში ახლა. ხო, გავიგე, თუმცა თეორიულად ვერ თვითონ გამორიცხო რომ კოალიციაში ვერ შედგეს ხელისუფლებაში ეს ხო კატასტროფა არ იქნებოდა, მაშინ დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები და ამორჩეველი გადაწყდა და თავისუფალი არჩევნები დაინიშნებოდა მაშინ და პრობლემა გადაწყდებოდა თავისთავად ამორჩეველი. ეს ერთი მეორე ჩვენ ქართულ ოცნებას კი არ ვებრძვით მარტო, რეალურად ჩვენ ვებრძვით რუსეთს ქართული ოცნების სახით. ქართული ოცნება რუსეთის პოლიტიკას ატარებს, ხო და ზუსტად მან მიმაქვს რომ თუ პოლიტიკური სპექტრი არ იქნება იმდენად გააზრებული, მომზადებული და კოორდინირებული და აი ესეთი შიდა ტორპედირებები არ გაჩნდება ამ პოლიტიკურ სპექტრში, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, ჩვენ დავდგებით ახალი სერიოზული პრობლემის წინაშე, ეს არის მათ შორის გამოცდილება მაგალითად ნიკოლ ფაშინიანის მეზობელი ქვეყნიდან, რომ რუსეთი მერე ეცდება ისეთი კრიზისების შექმნას, რომელსაც რამდენად შეძლებს ამის მართვას. ნიკოლ ფაშინიანი როდესაც ხელისუფლებას მოვიდა რუსეთ-უკრაინის ომი არ იყო. მოდით თქვათ, ანუ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს ახლა. მე ყარაბახის ომს გულისხმობ, როდესაც რუსეთი შეწყობა იყო იქ და შესაბამისად, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომი არ იყო შესაბამისად რუსეთის ბერკეტები დღეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო მაშინ. რას გულისხმობ ბერკეტების ნაკლები? ანუ ბერკეტი რუსეთი გაცილებით უფრო აგრესიული არის დღეს, ვიდრე იყო მაშინ. პირდაპირ მისი პოლიტიკა უკრაინაში, გინდა ევროპაში. ჩვენ ნახეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების დასრულება და ფაქტობრივად აზერბაიჯანის და სომხეთის ორივე ჩამოცილდა რუსეთს. რუსეთის რეაქცია რა არის?
არა, ეს აგერ პუტინმა და პაშინიანმა შევიდათ იჭუჭუგეს. როდესაც აზერბაიჯანმა წაუყენა ულტიმატუმი ფაქტობრივად რა იყო რუსეთის რეაქცია? ნული პრაქტიკულად რაღაცა. ესულიათ სხვა პროცესზე რუსეთი იმდენად ჩაფლულია უკრაინასთან ომში, რომ მას მეორე ფრონტის გახსნა თვითონ არ შეუძლია. ვერაფერს ის ვერ გააკეთებს რეალურად, არ არის ეს. აი ეს არის სულთად ქართული ოცნების აი ახლა თქვენ იმეორებთ რეალურად ქართული ოცნების პოსტულატს ჩვენ თუ არ ვიქნებით რუსეთი აქ შემოიჭრება. არა, ზუსტად ეს არის. არა, მე იმას რეალურად ეს არის. ჩვენ გაგვაჩნია სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა. გიორგი ამბობს, რომ ახალ ხელისუფლებამ ხალხს უნდა შეუქმნას განცდა, რომ ბიზინა თუ წავა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი შემოიჭრება. ხო, და ზუსტად მაგასაა ჩვენ რო ვიძახით, მაგრამ გიორგი რასაც იძახის ფაქტობრივად გამოდის ისე, რომ ბიზინა თუ არ იქნება, რუსეთი შემოიჭრება. ანუ მე გარ მithქვამს, მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში და მით უმეტეს რუსეთის მარიონეტული მთავრობის წასვლის შემთხვევაში რისკები, საფრთხეები ოკუპირებული და 20% გვაკოკუპირებული და რუსეთის ჯარი იმყოფება იქ, საფრთხეები არის რეალური. შესაბამისად ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ოპოზიციურ ველზე, რომელსაც ხელისუფლების გადაბარება და პასუხისმგებლობის სულიად სხვა დონე უნდა იყოს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რა ხდება და როგორ მოხდება, ამას ჩვენ ვერ დღეს ვერაფერს ვერ უშვებით. დღეს რო გადაწყვეტოს რუსეთმა და შეიერთოს ეს ტერიტორიები ეს საქართველოზე დამოკიდებული არ არის ხალხო უნდა ცალკე უყურებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს და ცალკე დანარჩენ არა მე იმას ვამბობ რომ ანექსია რომ მოახდინოს ანექსიაზე არ არის საუბარი ჰიბრიდულ ომზე არის საუბარი ანუ დღეს პრაქტიკულად რუსეთი უკვე ჰიბრიდულ ომში ჩაერთო გასაგებია 4 ოქტომბრის გათვალისწინებით რაც მოხდა რაღაც ეტაპში დასრულდა არჩევნები და აი ეს ვითარება საგარეო ვითარება რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა ჩვენი შიდა პროცესებზე და რა კუთხით. გიორგი დავიწყოთ. პირველი უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის განცხადება ძალიან მკაფიო იყო, უმაღლესი კომისარის და გაფართოების კომისარის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ეს არჩევნები არ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს, არც წინასაარჩევნო პერიოდი, არც თავად არჩევნების შესაბამისად პრაქტიკულად არ აღიარებულია ეს არჩევნები. დღეს ჩვენ შევდივართ პოლიტიკურ ზამთარში, იმ გაგებით, რომ რეალურად შემდეგი არჩევნები ჩანიშნული არ არის. შესაბამისად, ამ პროცესში ჩვენ ხედავთ, რომ იქნება გარკვეული კიდევ ტრიგერები და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიგერი შემდეგი არის უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი პროგნოზი არის, რომ აუცილებლად მოხდება უვიზო რეჟიმის გაუქმება, აი ამ ახალი ცვლილებით, რომელიც დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და საქართველოს სამწუხაროდ ჩამოერთმევა დროებით კონკრეტულად ეს შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩამორთმევის რეალური პოლიტიკური გზავნილი იქნება ძალიან მკაფიო. სანამ საქართველოში არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უვიზო მიმოსვლა ვერ და არ აღდგება. და ეს არის ჩემი აზრით პოლიტიკურად სწორი გზავნილი ევროკავშირის მხრიდან. შესაბამისად, ყობახიძის გზავნილები, რომ deep state-ის, ანუ პატივისცემას ითხოვს deep state-ისგან, ანუ რეალურად deep state კი არ არის მათთვის პრობლემა. მათთვის არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი. თუნდაც deep state-ამ მზად არიან თანამშრომლობის, ხო, თვითონ ამბობენ, რომ deep state-ია მთელი მსოფლიო, პრაქტიკულად რუსეთის გარდა და ჩინეთის გარდა. ხო? კიდევ ალბათ ირანის გარდა. შესაბამისად, ძალიან მკაფიო არის აქ, რომ ქართული ოცნების და ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და ის რომ მიიღოს ლეგიტიმაცია მისი ავტორიტარული მმართველობის. დასავლეთში ივანიშვილის მიმართ კი არ არიან ლოიალურად და წინააღმდეგობრივად განწყობილი, რასაც ყობახიძე გვისაბუთებს, არამედ განწყობილი არიან, რომ საქართველო არ არის და არ უნდა იყოს ავტორიტარული ქვეყანა, რადგანაც საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, პირველივე დღიდან ვაშენებდით დემოკრატიულ სახელმწიფოს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური, ესე იგი, ძალის ინტერესია საქართველოში იყოს დიქტატურა და არ იყოს დემოკრატია. სწორედ ამიტომ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება, თუმცა ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან სწორი ტრანსფორმაციისთვის. და ეს რა თქმა უნდა ასევე მე აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ შიდა პოლიტიკური ჩვენი ლანდშაფტი, რომელიც არსებობს, უნდა კაფიოდ შეიცვალოს და უნდა შესაბამისად მომზადდეს ისეთი ნიადაგი, რომელზეც ჩვენ უფრო ჯანსაღი შიდა პოლიტიკური პროცესი გვექნება, რომელიც თანხმედრაში იქნება ამ მთელ საგარეო პოლიტიკურ ველთანაც, მათ შორის ევროკავშირის მკაფიო განცხადებასთან, რომ
ევროკავშირი აქ სტაბილურობას, მშვიდობას და არაძალადობრივ პროცესებს ითხოვს და ამაზე ჩვენი რეაგირებაც როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორების ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ოცნება არ არის ევროკავშირის პარტნიორი, ფაქტია, მტრობენ ევროკავშირთან, უნდა იყოს ის, რომ ჩვენ უნდა გავიზიაროთ ჩვენი მოკავშირის პოზიცია. როგორ იქნება მანამდე რამდენად მოახერხებს ქართული ოცნება დაალაგებას, ეს მეორე საკითხია. როგორ გონია გიორგი, ავიზალებელიზაციის შეჩერება გამოიწვევს თუ არა პირიქით ვთქვათ რაღაც ქართული ოცნების ხელში კიდევ ერთი პროპაგანდის საშუალება ხო არ გაჩნდება მექანიზმი, რომ ხალხს ესე ვთქვათ დასავლეთი შეაძულოს, როგორც ამას დიდი ხანი აკეთებს. ქართული ოცნება ამას დიდი ხანი აკეთებს, შესაბამისად, ახალ აუდიტორიაზე ნამდვილად ვერ გავა მიმართულებით, პირიქით, ევროკავშირის ბოლო კვლევები ადასტურებენ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების ხარდამჭერთა რიცხვი საქართველოს მოქალაქეებში გაზრდილია, 80% არის, შესაბამისად, კალაძემ თბილისში 20% მიიღო რეალური ნედლი ხმების, შესაბამისად, ძალიან მკაფიოდ არის, 80% მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას და 20% დაახლოებით კალაძის და ქართული ოცნების ამ ნარატივებს თავისი ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, მათ შორის უვიზო შეჩერების, უბრალოდ გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს პირდაპირ არ არის ჩართული ამ პროტესტში, იმიტომ რომ მას პირდაპირ ჯერთ არ ეხება ეს დიქტატურული რეჟიმი, რა თქმა უნდა, გაიაზრებს უკეთ შექმნილ რთულ ვითარებას და დაინახავს მკაფიო ხელშესახებ პრობლემას უკვე ამაში. თუმცა არის შემდეგი ნაბიჯიც, რომელიც ჯერ არ ჩანს და რომელიც არის კიდევ უფრო გლობალური და ეს არის რა თქმა უნდა ფინანსური და საბანკო საქართველოს იზოლაცია, ანუ საერთაშორისო იზოლაციის ეტაპი, რომელიც ცოტა გაცილებით უფრო შორს არის ვიდრე ამ რეალობაში, რომელშიც საუბრობთ, მაგრამ თუ საქართველო გააგრძელებს ჩრდილოეთ კორეიზაციას, ჩრდილოეთ კორეას არც უვიზო მიმოსვლა არ აქვს ევროკავშირთან პირობითად ასე რომ ვთქვათ. და არც ნამდვილად არ არის მსოფლიო ფინანსური და საბანკო სისტემის ნაწილი, მათ შორის საქართველო რუსეთს აინტერესებს როგორც შესაძლებლობა ამ საერთაშორისო ესე იგი ფინანსურ, სატრანზიტო, ლოგისტიკურ და საბაჭრო სისტემებში მონაწილეობის. სწორედ ამიტომ არც ეს არის თვლად მომგებიანი ქართული ოცნებისთვის მიუხედავად მათი ნარატივებისა და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ გარკვეული ბალანსის მოძებნა შიდა პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი სტრატეგიული ნახეთ ქვეყნის მიზანს გულისხმობ ახლა მერაბ. ანუ გულისხმობ რეალურად ყველას მიზანს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლის მიზანიც უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ სტაბილურად გავიაროთ ის კრიზისი, რომელიც არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინას და უკრაინის ირგვლივ, იქედან გამომდინარე, რომ მხოლოდ ამ კრიზისის გადაწყვეტას ექნება რეალური პასუხი იმაზე, რა ტიპის ლანდშაფტი ჯდება ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიძინა ივანიშვილის იმედი ცხადია არის, რომ მიგვყიდიან იაფად რუსეთს და იმედი ქონდა, რომ ტრამპი ამას გააკეთებს და ტრამპი ამას არ აკეთებს. ამიტომაც გაჩნდა უკვე საუბრები, რომ მითიური deep state-ის წარმომადგენელია. ახლა საერთოდ ტომოჰავკების გადაცემაზე და საერთოდ უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობს ტრამპი და ალბათ გლობალური ომის პარტიის ბჭყალებში არ არსებობს ლიდერად გამოაცხადებენ მალე ტრამპს, მე არ გამიკვირდება, იმიტომ რომ იმედი ქონდა ივანიშვილს, რომ პუტინს მიგვყიდიან საქართველოს, მაგრამ ეს არ ჩანს, საპირისპირო პროცესი ჩანს, რომელიც ავტომატურად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი მთელი ქვეყანა სისტემა ქართული ოცნების ამომრჩეველიც მათ შორის გაიაზრებს, რომ რუსეთთან ერთად ყოფნა უბრალოდ ნიშნავს აი ამ გემში, რომელიც იძირება ყოფნას. ამიტომ გეოპოლიტიკურად ჩვენ უნდა შევძლოთ სტაბილურად ეს პროცესი გავიაროთ, მოვემზადოთ მათ შორის და იცით, მერაბ, გავრილოვის ღამე იყო 6 წლის წინ ამ ქვეყანაში. და ჩვენ პოლიტიკური სიმწიფე უნდა ვანახოთ მათ შორის იმით, რომ ცოტა უფრო ხანგრძლივ პერიოდზე კონდეს გათვლა. 3 წელიწადში არის არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები შეიძლება იყოს ძალიან მალე, მათ შორის გაისად. შესაბამისად, ჩვენ უნდა ძალიან აქტიურად ვიყოთ მომზადების რეჟიმში იმისთვის, რომ როგორც კი არჩევნების შესაძლებლობა პროტესტის შედეგად, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი ყოველდღიური პროტესტის სხვადასხვა ფორმით, დეცენტრალიზირებული ამის ორგანიზატორი არავინ არ არის, იმისთვის, რომ ჩვენ მომწიფდეს საზოგადოებაში, მათ შორის აი ამ სამწუხაროდ, მაგრამ უვიზო მიმოსვლის გაუქმებითაც გააზრება იმისა, რომ ასე ჩვენ ვიძირებით რუსეთთან ერთად.
გასაგებია მე ვთქვი რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობას ინარჩუნებს მაინც ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრესო სომხური მედია ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტის შორის სატელეფონო საუბარი შედგა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინის დაბადების დღე მიულოცა სომხეთის მთავრობის პრესამსახურის ცნობით სატელეფონო საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და რუსეთის შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ვლადიმირ პუტინის წვლილი აღნიშნა. ასე რომ ხო კარგავს თუ რა არ ვიცი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქ მკაფიოდ თქვათ. გახსოვთ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა რომ სომხეთი არის სამაგალითო ქვეყანა საგარეო პოლიტიკაში, ხო? გაგიკვირდებათ და ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს. დღეს ნახეთ გულისხმობ, არა, გლობალურ კონტექსტში სომხეთის საგარეო მაშინ არ იყო ალბათ, ხო, როცა მაშინ არ იყო მართალი, დღეს არის მართალი. სომხეთმა გაასწორა თავისი საგარეო პოლიტიკა, გაიაზრა საკუთარი შეცდომები და რა იყო შეცდომა? დღეს სომხეთი არის შეერთებული შტატების მოკავშირე, სომხეთში იქმნება და ეს კორიდორი, გზები, ლოგისტიკა, ასე შემდეგ შეერთებულ შტატებთან ერთად კეთდება. ანუ რაც ანაკლიაში პირიქით გაკეთდა მაგალითად ქართული ოცნების მიერ, სომხეთში იქმნება ევროკავშირში ინტეგრაციის დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენთან რო გააუქმეს, სომხეთი ევროპულ ინტეგრაციაზე ეხლა ნიკოლ ფაშინიანის მართველი ძალის წინასაარჩევნო დაპირება არის ევროკავშირში ინტეგრაცია 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მაგის ფონზე, რა თქმა უნდა, სომხეთი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებას იმისთვის რომ საფრთხეები არ შექმნას, მათ შორის ჩინეთთანაც. ქართულ ოცნებას ეს რო გაეკეთებინა, მე დღეს შევაქებდი ამ პოლიტიკას, რომ ჩვენ ისე ვიდიოდეთ, ესე იგი, შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან საფრთხეები არ შექმნათ, დავაბალანსოთ, ვიპოვოთ რაც გადაკვეთის წერტილები, სადაც შეიძლება ნორმალური თანამშრომლობა. თუმცა ქართული ოცნება ამის საპირისპიროს აკეთებს. დღეს სრულად გადასული ვართ იქეთ ბანაკში. ტრობენ ამერიკასთან და ევროკავშირთან. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ არის, რომ ოპოზიციური ძალებისთვის, მათ შორის სომხეთის მაგალითი უნდა იყოს კარგი მაგალითი იმისა, როგორ ოღონდ ძალიან დიდი განსხვავება გიორგი ერთი, რომ რუსეთს სომხეთის ტერიტორია ოკუპირებული არ ქონდა და არ აქვს. ანუ ეს არის ძალიან დიდი სხვაობა ამ სიტუაციაში. შესაბამისად დიპლომატიური ურთიერთობის არასწორობის პირობებში. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეაქო სომხეთი, მას საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ სომხეთი არის რუსეთზე ორიენტირებული და არა ევროკავშირზე და იმან დაღუპა სომხეთი და იმან რეალურად შესაბამისად აქედან გამომდინარე ახლა დღეს რასაც აკეთებს ფაშინიანი ეს არის უბრალოდ ძალიან ასე ვთქვათ მარტივად გასაგები იაფასიანი დიპლომატიური ხრიკი იმისაც რომ აი უბრალოდ გაღიზიანებას მოერიდა და მორჩა და გათავდა მეტი არ გასაგებია მადლობა დიდი თეიმურაზ პაპასკირი და გიორგი ტუმასიანი იყვნენ ჩვენი სტუმრები ასეთი იყო